როგორ ახართ გოგონებო, იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ. დღეს მოდით გავშალოთ რას გრძნობს თქვენთან დაკავშირებით. და რა თქმა უნდა, ყველაზე უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი აქტიურობისთვის, ყველაფრისთვის, როგორც ყოველთვის მინდა იყოთ ყველა ბედნიერი და რა თქმა უნდა, ეს არის თქვენზე დამოკიდებული. ნახოთ. დღევანდელი მისი გრძნობები თქვენს მიმართ. რას გრძნობს, რას გვეტყვის არკანუმი? ძალიან მიყვარს არკანუმის პასუხები, რომ გრძნობას უყურებს, როგორ იცი, აი არანაირად არ დაგინდობს. პირდაპირ გეტყვის ყველაფერს. საკადი გაშლების მადლით. მაგრამ მოდი ახლა ჩვენ ვნახოთ. როგორი სიტუაციაც არის დღეს თქვენ შორის, იქიდან გამომდინარე თუ არის თქვენზე გაშლა უყუროთ. ნახოთ აბა სიტუაციურად. პენტაკლების მეფე. პენტაკლების მეფე. რა თქმა უნდა, თუ თქვენს მეუღლეზე უყურებთ, თქვენზეა ეს გაშლა ერთი. ვიტყოდი კიდე იმას, რომ ადამიანი, რომელიც თავისთავს აყენებს მაინც და კარიერას პირველ ადგილზე და ცოტა მძიმეა გრძნობის გამოხატვაში და უფრო გონებაა ცარიელი და ამავე დროულად ძალიან წესიერი, ზრდილობიანი, კარგი ადამიანი, კარგი ტიპაჟი რო აი რაღაც ჩამოყალიბებული ადამიანი რომ არის და მოკლედ ჭკუა მოეკითხებაო, თუ ესეთი ადამიანია, გააგრძელეთ ყურება. პენტაკლებს დედოფალი ღმერთო, ჩემთან პირისპირ უყურებს, ამას არ ველოდებოდი ნამდვილად. მოკლედ, თუ ერთად ხართ, ან არ აქვს მშვიდობა, შეიძლება არ იყოთ ახლა ერთად, მაგრამ მაინც ესე თუ ისე ერთმანეთზე გეფიქრება და თქვენ რო იცით და თქვენ რო გრძნობთ ამას, მოკლედ წყვილმა უყურეთ. ან თუ უკვე შედიხართ აი ამ წყვილობაში და მაგალითად არ აქ საკითხია მაინც იქ რო რამდენად ღრმა არის ეს გრძნობა მთელი ამბები. ძალიან მაგარია და თან კიდე დასტის ბოლოს არის ტოზი პენტაკლი. რა კაი კომბინაცია. თან ჩემს ფუძეც გადის. მაგარია. მოვიწყოთ. დავიწყოთ. რაც გრძნობს დღეს ეს ადამიანი თქვენს მიმართ, დაწყება არის ძალიან კარგი. სხვათა შორის დაწყვილებულია და თუ ვინმეს გაინტერესებთ საერთოდ დაწყვილდებით თუ არა, აი გავაგრძელოთ მაშინ ყურება. რას გრძნობს დღეს ეს ადამიანი? რა ემოციებშია? და რას გრძნობს? რა ემოციებშია და რას გრძნობს? ტყუილად არ მოვიდეს პენტაკლების მეფე. როგორ რაღაცა იცი, ემოციები რა თქმა უნდა აქვს თქვენს მიმართ, მაგრამ ამ ადამიანს აცხებს რაღაცა მისი შინაგანი მისი შფოთვა. შეიძლება მართლა ქონდეს რაღაცა პრობლემა, უბრალოდ გამოთიშულია, ისვენებს ადამიანი, რეალურად ისვენებს, არ უნდა ფიქრი, არ უნდა გრძნობა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რა თქმა უნდა, არ ექნება ფიქრი, არ ექნება გრძნობა პირიქით. ამ ადამიანს სჭირდება დრო. გრძნობა, აქ ვიტყოდი უფრო როგორ მომენტიც სინანულის გრძნობა აქვს თქვენთან დაკავშირებით, მაგალითად უფრო კიდე რეზონირდება იმ გოგონებზე სადაც წარსულიდან მოდის ეს ურთიერთობა და ეს წარსულიდან რომ მოდის უკვე მოიკოჭლებს. არ მოდის, ასე ვთქვათ, გამართული წელით ეს ურთიერთობა და ერთი სიტყვით აქ ძალიან ესე ვთქვათ განცდებში ეს ადამიანი ამ ურთიერთობასთან დაკავშირებით ძალიან ბროს ფიქრობს. სხვათა შორის მინდა ვთქვა, რომ აქ არის უფრო გრძნობაზე მეტად როგორ რაღაცა იცი, იმიტომ რომ გრძნობა აქვს ამ პიროვნებას. მაგრამ აქ სიტუაციას უფრო მიჩვენებს. და ეს სიტუაცია არის, ახლა თუ პაუზა არის, ჭირდება დრო, გაერკვიოს რაც ადარდებს ამ ადამიანს, ადარდებს საკმაოდ ბევრი რამ, მაქსიმალურად ცდილობს რომ განიტვირთოს, მაგრამ მოუვა როგორი რაღაცა შთაგონება კი არა, აი რაღაცა გამოვა ბუნებრივად ამ მდგომარეობიდან და მოკლედ გადმოდგამს ისეთ ნაბიჯებს და ისეთ ენთუზიაზმი წამოვა თქვენსკენ, რომ შეიძლება მისგან გაგიკვირდეთ კიდეც, იმიტომ რომ მე ვერ უყურებ ახლა დიდად აქტიური რო იყოს დღევანდელ რეალობაში ეს პიროვნება. მოდი ვნახოთ ახლა ჩვენ ასეთი ის რო ექნება წინსვლა რა გამოიყვანს ასე რა გამოაღვიძებს რა გამოიყვანს შენ გამოიყვან ახლა როგორი აქვს მნიშვნელობა მე ყოველთვის ვამბობ იმას რომ რაც არ უნდა ლამაზი იყო მაინც თვალი ეჩვევა კი თვალი ჭამს თვალი სვამს მაგრამ ამას მე ეჩვევა ადამიანი და შენ უნდა იყო როგორ იცი აი თითქოს შენ იქით არავინ არ არსებობს არც დარდია არაფერი არ უნდა იფიქრო კონკრეტულად ამ პიროვნებაზე კონკრეტულად პირადში იმიტომ რომ მოდის იმ პერიოდში როცა მართლა სრულიად შენს თავს უძღვნი ყველანაირ დროს რესურს თანკორთხის დედოფალი და მართლა ფიქრობ შენს თავს
მარტო შენს თავზე ფიქრობ და ხარ ძალიან კოხდა ლამაზი რა ვიცი რა ხილის ასორტივით მრავალფეროვანი ხარ და შენი თავით რო კმაყოფილი ხარ მოკლედ უნდა რა ვიცი დაისახო მიზანი იმისკენ რომ მაგალითად თუ შენი თავით დღეს არ მოგწონს ემოციურად გარეგნულად ხო შენ შეგიძლია და გაქვს ამის პოტენციალი რომ ეს ყველაფერი გააკეთო ისე რომ მართლა დატკბე და ზუსტად ამ ენერგიიდან ისეთნაირად გაიყვიწებს ეს ადამიანი ეს კი არა რა ვიცი ვინც დაგინახავს პირის დარჩება ღია რეალურად გეუბნებით ამას ამიტომ არც არ შეგეშინდა თქვენ გაქვთ ამის პოტენციალი ზომიერება დაირღვევა მაინც და მე ვფიქრობ იმას რომ ეს ადამიანი არ ჩქარობს კი ის მაინც სტაგნაცია ამ ურთიერთობაში დიდად ახლა არ მომწონს ეს ვითარება ძალიან კუსნაბიჯებით მის მაგრამ თითქოს ეს კუსნაბიჯები არის სწორი მიმართულებით არსად არ ეჩქარება მოჩქარეს მოუგვიანდესო რაღაცა ამაზეა გამოწერილი ტრანსფორმაცია სხვა შორის მე ვთქვა რომ დგება ახლა ტრანსფორმაციის წელი განდეგილის ხო და შეგიძლიათ ასკეზები რაღაცა თავი შეიკავოთ რაღაცები გადაახარისხოთ გადმოხარისხოთ რა და ცხოვრება მაინც იქამდე მიგიყვანთ რომ თქვენ თუ არ გადაახარისხებთ ცხოვრება მიგიყვანს რომ გადაგახარისხებინებს ადამიანებს და ნივთებს და საერთოდ ყველაფერს ამიტომ არც არ შეგეშინდეთ საერთოდ მაგრამ თუ შენინებით გააკეთებ ამას რაც გასაკეთებელი გაქვს და დროულად გახვალ მოკლედ მშვენიერი იქნება დაფიქრდი და მიუძღვენი შენს თავს აუცილებლად დიდი პერიოდი რაც შეეხება ამ ადამიანის გრძნობებს თქვენ სიკეთ მაინც გზა არ აქვს მართლა არ აქვს რა იმიტომ რომ გულმა ასე ბრძანა არ აქვს მნიშვნელობა როგორი ურთიერთობაც არ უნდა იყოს როგორი მიძინებული ურთიერთობაც არ უნდა იყოს იმიტომ რომ აქ არის გრძნობა უბრალოდ მე ვიტყოდი რომ ორივეს გაქვთ აშკარად მისახედი ერთმანეთზე ვერ ვიტყოდი არაერთლად ესეთი სიჯანსაღი ერთმანეთზე რომ იზრუნოთ ყველა უნდა მიხედოს ცალსადე საკუთარ ცხოვრებას საკუთარ ემოციებს და გაიხსენოთ რომ არსებობს შენ და შეიძლება გაგიკვირდეს მე ვარსებობ რაღაცნაირად თავი რო დავიწყებული გაქვს ხო და რაღაცა უნდა გაიხსენო შენი თავი მაქსიმალურად და ეს ადამიანი თითქოს აი ამ შენი ენერგიებიდან უფრო გამოდის მერე და უფრო ცოცხლდება და უღვივდება ყველაფერი ორივეს გაქვთ იმედგაცრუება ერთმანეთში იმას მისი მოლოდინი ქონდა შენი მოლოდინი ქონდა ხო და ახლა ხარ ორივე უკმაყოფილო მაგრამ აქ არ არის უკან დახეული სიტუაცია იმიტომ რომ აქ მოხდება კიდე ერთი კარგი აფეთქება, კარგი შეყრა, კარგი მოკლედ ვნება, მიხვდებით რომ რაც არ უნდა დრო იყოს გასული, რაც არ უნდა დიდი წარსული იყოს, არის ამ ურთიერთობაში რაღაცა ის როგორ თქვა ეს სასიყვარულო ის არის რომ მოდის წაკიდებული, იმედია ახლა გულში არ დაიჭრებით, მაგრამ წამოვა კიდე ის არის თქვენ შორის და მართლა ჩახჩახებს ყველაფერს ორიანი თასი და არაფერი არ არის დაკარგული დღევანდელი ენერგიებიდან არის ცოტა მიძინებულ სიტუაციაში მაგრამ მომავალი გვერდება აუცილებლად საკეთილდღეო მომენტებს იმიტომ რომ ნახე კვერთხის დედოფალი შენ უნდა გაიხსენო ვინ ხარ რა შეგიძლია რა გინდა საერთოდ ძალიან კაი რაღაცა რა იცი მაგალითად დაჯდები შენს თავს ვერ გააგებებ ხა ასე რომ დაჯდე დაატოქსო შენი თავი ვერ გააგებებ და წარმოიდგინე სკამის დაჯექი დააჯინე შენი თავი წარმოიდგინე რომ ააჯინე შენს თავს და ეკითხები და გვერდიდან თითქოს აი გვერდიდან კი არ წინიდან ასე პირდაპირ უსვამს შენ თავს კითხვებს მაგალითად და ადამიანი პასუხობს იგივე შენი ადამიანი პასუხობს მაგალითად რა კითხვაზე მაგალითად თავს დახრის რატო დახრის აი ჩაეძიე კრიტიკით კი არა ჩაეძიე და შეხედე შენს თავს რა უნდა მოძებნე შენი თავი და მოკლედ ეს 2025 წელი არის საკუთარი თავის მოძიების და თუ დაგვიანებული არ არის და მე მაინც ვფიქრობ რომ დაგვიანებული არასდროს არ არის მოძებნე საკუთარი თავი, სადაც არას თქმას ჯობს, რა თქმა უნდა, არა უნდა იყოს და გაცლაც უნდა იყოს, მოძებნე შენი თავი და ამ დროს მოგძებნის შენ ის ნამდვილი სიყვარული და ნამდვილად შენი ადამიანი, ვინც ჭირდება ხო შენი ნების, შენი ჩარევის მორგების გარეშე მოკლედ. დაისვენე, დასვენება გამოწერილი, მე გამოგიწერეთ დასვენება, გრძელი შეგულება და მოკლედ სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ და ყველას გილოდებით კომენტარებში კოცნით.